რა აგიჟებს კაც ქალში და რა ხდის ქალს სექსუალურს კაცის თვალში. უსაყვარლესო გოგოებო, ექსკლუზიური ინფორმაცია გელოდებათ დღეს თვით კაცების პირიდან გამოსული. ასე რომ ძალიან ყურადღებით მოусმინეთ ამ ვიდეოს. საქმე იმაშია, სანამ დავიწყებთ, უნდა განსაზღვროთ თქვენთვის რა მიზნით გინდათ რომ კაცი გააგიჟოთ. თუ თქვენი მიზანია მხოლოდ ერთი ღამით გაგიჟება, ან რამდენიმე ღამით, საკმარისია ერთი დეკოლტე, ერთი მოკლე კაბა და უსირცხვილოდ სახეში შეხედვა, თვალებში შეხედვა და ერთი კაი გაცინება. დამიჯერეთ ის კაცი იმ ღამეს და მერე რამდენიმე ღამეს თქვენია. სანამ სხვა ქალი არ ჩაიცმევს დეკოლტეს, სხვა სექსუალური ფორმებით არ მოხიბლავს და არ გაუცინებს სხვანაირად სახეში. ასე რომ თუ თქვენ მხოლოდ ეს მიზანი გაქვთ, ეს საკმარისია. მაგრამ თუ თქვენი მიზანია რომ გააგიჟოთ დიდი ხნით და დიდი დროით, აქ ცოტა სხვა ტექნიკები იქნება საჭირო. საქმე იმაშია, რომ კაცი რომ გაგიჟდეს და მოიხიბლოს, ამისთვის არ არის საჭირო რომ თქვენ იყოთ მზეთუნახავები. დამიჯერეთ, მზეთუნახავ ჯენიფერ ლოპეს და ნიკოლ ქიდმანსაც უღალატეს თავიანთმა ქმრებმა და ისინი მგონი დღესაც მარტოები არიან. არ არის საჭირო მზეთუნახავობა, მაგრამ რაც საჭიროა, რომ კაცს შეექმნას ასეთი იდეა, რომ მას საქმე აქვს ნამდვილ ქალთან და როგორ მივცეთ კაცებს ესეთი იდეა. კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ენა. აი ამ სხეულის ენით ის მიხვდება, რომ მას აქვს საქმე ძალიან სექსუალურად მომხიბვლელ ქალთან და რას ვგულისხმობ. ამ სხეულის ენაში შედის სახის გამომატყველება, შედის მოძრაობა, შედის ხმა, შედის სუნი და შედის ენერგია. პირველ რიგში, მეორე რიგში შედის ქალის ხასიათი. ახლა დაგიზუსტებთ რას გულისხმობ. როცა ვლაპარაკობ სხეულზე და ვლაპარაკობ სახის გამომეტყველებაზე, როცა კაცი მიუახლოვდება ქალს და შეხედავს, მან უნდა იგრძნოს, რომ ეს ქალი არის გახსნილი ურთიერთობისთვის. თუ ქალი შეშმუშნება და ეს როგორ გაბედეო ეტყვის, კაცი იფიქრებს, ვაიმე, ეს რასთან აქვს საქმე და წავა გაიქცევა და აღარ შეგხედავთ. მოკლედ მას უნდა გქონდეს მიხვედრა იმისი, როცა შეგხედავთ, რომ ეს ქალი არის გახსნილი ურთიერთობისთვის. როცა ვლაპარაკობ მოძრაობაზე, სხეულის მოძრაობაზე, ვლაპარაკობ იმაზე, რომ თქვენ როცა მოძრაობთ და დადიხართ, თქვენი ზურგი და თქვენი საჯდომი უკნიდან რვიანებს უნდა ხაზავდეს. ეს არის კაცებისთვის ძალიან მომხიბვლელი და იმის მანიშნებელი, რომ ქალთან აქვთ საქმე. მესამე, როცა ხმაზე საუბრობ, კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა თქვენ ხმას იგებენ, ესეთი შეგრძნება უნდა გქონდეთ, გეგონება აი ამ წუთას გაიღვიძეთ. რაღაცა ეს კაცებისთვის არის ძალიან ასევე სექსუალურად მიმზიდველი და ძალიან აგიჟებთ. როცა სუნზე გვაქვს ლაპარაკი, მან უნდა იგრძნოს, რომ ვიღაცა კაცთან და რაღაცა იმის რა ქვია, ოფლის სუნებთან არ აქვს საქმე და საქმე აქვს სურნელოვან ქალთან, შამპუნების და რაღაცა სუნამოების სუნებში უნდა ჩაეფლოს ეს მამაკაცი. და როცა ლაპარაკია ქალურ ენერგიაზე, მიზიდულობაზე, ამაზე ისინი გულისხმობენ, რომ ეს უკვე რაც ჩამოვთვალე, უკვე არის ქალის ენერგია, მაგრამ ხასიათიც, აი ეს რასაც ასხივებს ეს ქალი, ისიც არის აგრეთვე გამაგიჟებელი კაცისთვის, განსაკუთრებით თუ ეს ქალი ასხივებს, რომ მას აქვს რაღაცა საიდუმლო, მას აქვს რაღაცა გამოცანა, რომ აძლევს ასეთ შეგრძნებას. რას ამბობთ? რას ამბობთ? კაცს ვერ გაუგია, უნდა ამ ქალს თუ არ უნდა ბოლოს და ბოლოს. მეორეც, როცა ქალი ანიშნებს კაცის შეკითხვებს, არ დაიჯერა, რომ ახლა ყველაფერს მოგიყვები. დამიჯერეთ, რაც უფრო დიდხანს იქნებით ამ კაცისთვის გამოცანა, მით უფრო დიდხანს დარჩება ეს კაცი თქვენს გვერდით.
ძალიან უყვართ კაცებს გამოცანების გამოცნობა. ასე რომ ჩემო კარგებო, როცა ეს ინფორმაციები მიიღეთ, ძალიან გთხოვთ, მე რომ კომენტარებში არ დამიწერონ, რომ მე ოჯახებს ვანგრევ და ისეთ რჩევებს ვიძლევი, რომ ოჯახები დაინგრან, მინდა შეგახსენოთ, რომ მე ვარ პატრიოტი, მე ძალიან მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს კეთილდღეობაში, რომ ჩემი ნაციონალობა, ჩემი ქართველები გამრავლდნენ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, გამოიყენეთ ეს ინფორმაციები ოჯახების შესაქმნელად, გასამრავლებლად და რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიანიჭეთ ერთმანეთს და გამრავლდით, რომ ჩემი ქვეყანა დიდხანს არსებობდეს და თქვენც იყოთ და თქვენი შვილები და შვილთაშვილებიც იყვნენ ბედნიერები, რასაც გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.